ისლამური რევოლუციის შემდეგ ხომეინის დიქტატურის შენარჩუნება სჭირდებოდა. ჯგუფები ვისთან ერთადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მის წინააღმდეგ ემზადებოდნენ. მას სჭირდებოდა რაღაც, რაც ხალხს მის გარშემო შეკრებდა და ოპოზიციას გააჩუმებდა. მას სჭირდებოდა დიდი მტერი. 1979 წლის 4 ნოემბერს რადიკალმა სტუდენტებმა თეირანში ამერიკის საელჩო აიღეს და 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. თავიდან ეს მხოლოდ სტუდენტური აქცია იყო, მაგრამ ხომეინიმ მასში ოქროს შანსი დაინახა. ამას მეორე რევოლუცია უწოდა. 454 დღის განმავლობაში მსოფლიო ამ კრიზისს უყურებდა, თუმცა საელჩოს გარეთაც დიდი ტრაგედია ხდებოდა. ხომეინიმ ძევლების კრიზისი იარაღად აქცია. მან გამოაცხადა, რომ ირანი დიდი სატანის, ამერიკის თავდასხმის მოლოდინში იყო, ვინც დემოკრატიას ან ადამიანის უფლებებს ახსენებდა ამერიკის აგენტად და ჯაშუშად ინათლებოდა. ამერიკის სიძულვილმა ხომეინის მისცა საბაბი, დაიხურა ყველა პარტია ან ოპოზიციური მედია, რათა დაეწყო კულტურული რევოლუცია. უნივერსიტეტები 3 წლით დაკეტა, რათა დასავლური გავლენისგან გაეწმინდა. ათასობით ლექტორი და სტუდენტი ციხეში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი. ხომეინის პირადი არმია, რომლის ერთადერთი მიზანიც რეჟიმის დაცვა იყო. ძევლების კრიზისის დასრულებისას უკვე აღარ არსებობდა განსხვავებული აზრი. მან გარემტრის ხატი პირადი მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. აწიშენ ან მისი ერთგული იყავი, ან უცხო ქვეყნის აგენტი.